ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი მზია ამაღლობელის განაჩენი, რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელს 2 წლით შეეფარდა პატიმრობა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავდნენ ნიკოლოზ მარგველაშვილი, მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე. მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვდნენ მზია ამაღლობელის უდანაშაულო ცნობას და მის გათავისუფლებას. პროკურატურა კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოტანილი განაჩენის გამკაცრებას და მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებას არა 2 წლით, არამედ 4-დან 7 წლამდე ვადით. სხდომას მზია ამაღლობელიც ესწრებოდა, მას სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა და მოსამართლეს მიმართა. მისი თქმით, მას არა პატიმრობა, არამედ ისაშინებს თუ რა დახვდება გარეთ. თუ დავკარგავთ რწმენას, რეჟიმი აუცილებლად არაერთჯერ დაგვაპატიმრებს და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ მუდმივად დამცირებულები, შეურაცხყოფილები და საკუთარი ქვეყნიდან განდევნილებიც ვიყოთ. პატიმრობა სასურველი არ არის, არც მარტივია, მაგრამ საშიშიც არ არის. მე პატიმრობა კი არ მაშინებს ის პატიმრობიდან, როცა გამოვალ, რა დამხვდება გარეთ. დამხვდება ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის იბრძვის, თუ დამხვდება ქვეყანა ტანკის გარეშე, რუსეთის მიერ დაპყრობილი. ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც ამ დარბაზშია, ღირსება გადის საქართველოს კონსტიტუციის დაცვაზე. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის. იმიტომ რომ კონსტიტუციის დაცვის ვალდებულება გვაქვს. ბრძოლა ბოლომდე. ასე დაასრულა მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლოში. როგორც მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაიამ წარიაშვილმა განაცხადა, ყველა შემდგომი დღე უარესია მართლმსაჯულებაში. სასამართლო ჯერჯერობით კიდევ თამაშობს პროცედურულ სამართლიანობას, რომ პატივს ასე ვთქვათ, დებენ მათი აზრით და გვისმენენ. ჯერ კიდევ თამაშობს პროცედურულ სამართლიანობას. ცოტა ხანში არც ამ პროცედურულ სამართლიანობას არ ითამაშებენ. დიახ, მეც, მზიაც, სხვა არაერთი უკანონოდ მსჯავრდებულიც მართლმსაჯულებას ვეძებთ იქ, სადაც არ არის. ამ შენობაში მართლმსაჯულება არ არის. და არც ერთ სხვა სასამართლო შენობაში სამწუხაროდ საქართველოში მართლმსაჯულება არ არის. მე დღეს ამ სასამართლოს ვუთხარი, მაგრამ რა გითხრათ, ორი ყურებისთვის აქვთ. ვუთხარი, რომ ზოგჯერ სამართლიანობის აღდგენა ნიშნავს იმას, რომ აღიარო, რომ სისტემამ რაღაც მომენტში შეწყვიტა იყოს სამართლიანი და სამწუხაროდ ამ ქვეყანაში სისტემამ უკვე შეწყვიტა იყოს სამართლიანი. სისტემამ გადაწყვიტა, რომ იყოს ტოტალურად უსამართლო და მოძალადე. და ასეთი სისტემები არსებობენ მხოლოდ იქ, სადაც სასამართლოები აძლევენ ამის უფლებას. დღეს აი სასამართლოს ამ შემადგენლობამ კიდევ ერთხელ მისცა სისტემას უფლება გადაუაროს ადამიანს ისე როგორც მას გაუხარდება. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრებოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. დღეს არავის არ ქონდა მოლოდინი, რომ დღეს ამ რეპრესიულ რეჟიმში სასამართლო იქნებოდა სამართლიანი და გამოიტანდა იმ განთავისუფლების გადაწყვეტილებას, რომელსაც მაინც ველოდებოდა. მე მინდა გამოვთქვა აქა ჩემი სრული პატივისცემა მზიას მიმართ, რომელმაც დღესაც გვიჩვენა თავისი ღირსება, მხნეობა, შემართება. და დარწმუნებული ვარ, რომ ასე გაივლის ამ ძალიან მძიმე დროს, რაც მიუსაჯეს მათ დატოვეს ძალაში ის სასჯელი, რომელიც არის სრულიად უსამართლო, უსაფუძვლო და არ არსებობს. მაგრამ სხვა რამე მინდა გითხრათ თქვენ დღეს, რომ მე მაინც ერთი რამის იმედი მქონდა, რომელი იმედით არ შეიძლება რომ ჩვენ დავკარგოთ. რომ ამ ადამიანებთან შორის შესაძლებელი ყოველთვის უნდა იყოს და ყოველთვის უნდა გვჯეროდეს, რომ შეიძლება გამოჩნდეს ერთი მაინც ადამიანი, ერთი მაინც მოსამართლე, რომელიც ადამიანად დარჩებოდა. სამწუხარო არის ჩემთვის ძალიან, სამწუხარო არის ქვეყნისთვის ძალიან, რომ დღესაც არ გამოჩნდა არც ერთი მოსამართლე, რომელიც აიღებდა თავის თავზე იმას, რომ ცოტა უფრო სამართლიანი, მე არც ვამბობ, ბოლომდე სამართლიანი, ცოტა უფრო
სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოთ. ეს არის ტრაგედია ქვეყნისთვის. როგორი იქნება საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება? იქნება თუ არა? არის მე როგორი იქნება ვნახავთ როგორიც იქნება. მე დღეს ვფიქრობ საქართველოზე და იმაზე თუ რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან მთელი დღის მანძილზე მზია ამაღლობელის კოლეგები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები, მათ თან ჰქონდათ ბანერი წარწერით თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს. მათი შეძახილების ხმა სასამართლოს დარბაზშიდაც ისმოდა. როგორ გაგენოთანეს ამ სასამართლოში? რუსი ასამართლებს მზიას, რუსი. თეთრი ოლიგარქიას, თეთრი ოლიგარქიას. სამართლინოებო, ამ ქვეყანაში ცხოვრება არ გინდათ? რეჟიმი რომ აღარ გეყოლება, ხო გინდათ რომ გამოხვიდეთ? დამნაშავეები. ცნობისათვის 6 აგვისტოს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კერძოდ მას მსჯავრი წარდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.